გამარჯობა, მე ვარ ქრისტინე, ეს არის დავითი და მოგესალმებით. მოგესალმებით. დღეს გადავიღებთ ვიდეოს K-pop ვიდეოებთან დაკავშირებით. ამჯერად განვიხილავთ Blackpink-ს. ეს არის K-pop არაფანი, ხო და გავიგოთ რა. კიდე კაი ჰეითერი არა თქვი, არაფანი მაინც კიდე. ჰეითერი არა ხარ ეს. ხო, მაგას ვამ კიდე კაი ჰეითერი არა. ხო, განვიხილავთ რა მოეწონება და რა არ მოეწონება ვიდეოებში და სიმღერაში. დღეს განვიხილავთ Blackpink-ს როგორც ყველაფერი. ნანახი მაქვს სულ 2 კლიპი. ხო, Kill This Love აქვს ნახი და აი ეს რო არის, მულტფილმი ვითრობა, ხო. მულტფილმი რო არა კლიპში. ეს K-pop დემოხანტებს. ხო, ეგ მეტი არ მაქვს. წავიდა. ეს ტიტრები მაგიტო დამიტოვე, ხო, წავიკითხოთ. შინაარსში რო შევიდე. იგი სინგლის სურიას ინტერესს. აი, დაპაუზე, ანუ აი მე ის ხომ აქ Kill This Love ხომ აქ ნახი რა. აი იგივე შთაბეჭდილებები მაქვს ამაზეც რა. ანუ ძალიან დიდი მაყუთი არის იმენა დახარჯული ყველაფერზე რა ვაფშე. ეს არის ახლა წლევანდელი, ანუ ახლა გამოშვებული. ხო და იმაზეც ეგ შთაბეჭდილება მქონდა რა, აი იმაზე რა ქვია. კომპანია საიდანაც ახლა ესენი არიან, ერთ-ერთ ყველაზე დიდი ფულს ხარჯავს. ანუ ხო აი ეგ ახლა შეიძლება რა ვიცი, ალბათ 100 მილიონი მაინც და მაკლიპის განადგურება. არა, მაგდენი არა. არა, აი ის ის ვიდეო როგორც მახსოვს, ზუსტად არ მახსოვს. არ მახსოვს ზუსტად. გონი 15 მილიონი. სულ რაღაც, ხო? სულ რაღაც 15 მილიონად ხალხი ფილმებს იღებს და ხალხი ფილმებს იღებს და ამათ ერთ იმაზე რა ქვია, სამწუთიან კლიპზე აქ დახარჯული. კი. დავაი. რან მოვარდი შეგოგოები არის? მე რაც სხვა ჟანრი არის ვაფშე. ეს ჯისუა. ხო, ეს ჯისუა. ამას აქცენტი აქვს ლაპარაკობს. ეს როზია. ეს აპოტეგოგია. არაქს უფრო CGI მომენტებია რა. ეს ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული კომპონენტი იყო ახლა. ხო, ანუ ძირითადად ის არის რა გრაფიკა. გრაფიკოსებმა იშოვეს მაგარი მაყუთი რა. კაი. როგორც გადაღება კაია. მაგრამ აზრი ვერ გამოვიტანე პროსტა. ანუ რა აზრი დევს იმაში. მუსიკაში. უბრალოდ მე გესიამოვნოს და მოვუსწამი. ანუ ბიტი კაია. გადაღების ხარისხი ისეც მაგარი ქონდათ ის რაც მაქვს ნანახი ანუ 2 კაია ყველა ეხლა აქ უფრო CGI-ია როგორც თქვი რეკვიზიტებიც მაგარი ყველაფერი მაგარია პროსტა ის მომენტია რომ ანუ შინაარს ვერ ხვდები რა ანუ თითქოს აცდენილიაო რა მე ძველი თაობის კაცი ვარ მაინც მე რასაუბრობ აი ვიდეო ხო ნაკავშირშია იმის კოსმოსური ცენტრიფუგა უბრალოდ ლამაზებთან გადასვლები რაღაც ან უცნაურია და ლამაზია რა. ეროტიკაც გაუშვეს ბოლოში. არა, ის რა ქვია, გადაობის გარეშე, ის რა ქვია, თვითონ შინაარსიდან არ გამოვდივარ ახლა. უსასვენში მოვუსმენთ რო გითხრა, არა, მაგრამ კლიპი, გადაღება, ის სპეცეფექტები ბიტი თვითონ ის რა ტრეკი რა რაც არის აი ძალიან მაგარი არის იმიტომ რომ ეტყობა რომ ნამუშევარია მაგარი იმაზეც აი Kill This Love-ს რატო ახსენებ ხოლმე რა იქაც ხო ბიტი აქვს მაგარი რა ხო მაგრამ აი ხა აი მე როგორი თაობის ისა ვარ იცი მსმენელი ესე ვთქვათ აი შინაარსობრივი რო არის მუსიკა და კლიპი რო რაღაც აი ის როა ხო იცი Lil Wayne-ის Mirrors in the World ხოიცი რაზეც ვამბობ. აგე ჩემმა ძმა მიცის. ხო და აი ეს Mirror of the World არის აი
ეხლა ეგ გამახსენა პროსტა თორე უამრავი ის არის რაც გავსია. აი იმენა კლიპი ისეთია რომ სიმღერის შინაარსთან ფანწყობაში აქ ვაფშე არც δεν მიდია. ხო, ეს ხო ცოტა სხვანაირი იყო. დავაი შემდეგ დამოვში. ესა. მე მეგონა ვაგინებდი, მაგრამ არ არის ხსა გინებდი როგორ მაგინებ. ეს ბოლოს წინა comeback-ია წლების შემდეგ. ეს ის Blackpink-ია. კი, წლების შემდეგ დაბრუნდნენ და ეს იყო სად იყვნენ წასულები ან ახლა სოლო კონტრაქტი დასრულდა Blackpink-ის კონტრაქტი დასრულდა თავის კომპანიასთან და სოლო კომპანიები შექმნეს და სოლო სიმღერები გამოუშვეს თუ ყველამ რა. ყველ დაიშალა. აი აპოტო რო გამოვიდა, აი მომენტი. ანუ დაშლით არ დაშლება, მაგრამ თვითონ თავიანთი კონტრაქტები ქონდათ ისე თავიანთი კომპანიები და ხო და ნუ წლების მერე დაბრუნდნენ და ეს იყო Blackpink-ის წლების შემდეგი comeback. მაგარი გამოსვლა. აუ ეს იმებიდან მესმის. ტრენდები იყო ამაზე. ამ სიმღერაზე? ხო. ვაკაცის კაი ბიტია. აი კაკას შინაარსი უფრო შინაარსიანია ეს ისა კლიპი ვიდრე ის. ხო ანუ ეხლა თანხმედრაშია ერთმანეთთან. ამას ხალხი ყურსასმებში უსმენს? მე ანუ ვერ кайფო. ანუ ერთ საყურებლად ასწორებს, ანუ მართლა აი. საყურებლად რა, ეხა მუსიკა. საყურებლად მაგარი მუსიკაა რა. კი, ბაზარი არა, მაგრამ რა ვიცი. აუ, მოიც დააპაუზე. იქ all gas no break ხო ქონა ტექსტში. ხადაობა რა არის, იცი? მე როგორც ვიცი ხა თუ ვწდები მითხარი. ამ არტისტებს, K-pop რა ქვიათ, აიდოლი ხო ქვიათ, აიდოლებს, ამ აიდოლებს კონკრეტულად აკრძალულებს რამდენადაც ვიცი საჭესთან დაჯდომა, ხო? არა. არა? ნახე, არა, ეს თავიდან ტრენინგობის შემდეგ პირველი წელი სანამ გადართულებულნა იყვნენ მხოლოდ კარეთ, ეგეც კომპანიას არა ეგ. მე ანუ მე სადღაც მისმინე, რომ საჭესთან არ შეიძლება დაჯდომაო. ანუ მაგას გეუბნები, ნახე, ადრე უფრო იყო. და ისა კომპანიებს თავიდან 2 წლის, პირველი 2 წელი, 3 წელი კონტრაქტის მიხედვით რა, აკრძალული ქონდათ და ეხლა რა? საჭეა. ამ 3 წლის შემდეგ შეუძლიათ რა. ის 3 წელი რა გავაშოვეს კი. ანუ კონტრაქტი გააჩნია ხა, შეიძლება ვიღაცასთან 5 წელი იყოს, ვიღაცასთან 7 წელი იყოს, ვიღაცასთან 2 წელი. არ 3 წელი მონობაში ხარ და მე ანუ ის თავდაპირველი საფეხურები უნდა გაიარა, ანუ სულ სადღაც უნდა იყოს, სულ პრომოუშენებზე, სულ კაი, ნუ ოკეი მაშინ. კაი. თუ ატარებენ ოკეი. ტრეკი მაგარია. აი ბედას მიცავა ეს კლიპი იცი? ბევრად უფრო შინაარსიანია ეს კლიპი, კიდე ხა ბევრჯერ ვიმეორებ, მაგრამ ვიდრე ის, იმიტომ რომ რაღაცა თანხმედროში. ანუ მუსიკასაც უხდები. ხო რა. უცნაური კლიპი აქვს რა. ხო. არ უცნაური არა, კაია. კაია რა. ანუ კი კაია, მაგრამ ყოველ მეორე კლიპში ვერ ნახოთ ეს ხო. Watch me open up the place. Wanna see you bumping, baby, bouncing to the bass. აუ აქ იმის 911-ის რეკლამა ის მოუხდებოდა რა მინი. კუპები იდგნენ 911-ის ის მოუხდებოდა რა. ხურობა. ეს ამოიჭრება. თორე დაგბლოკავს YouTube-ი. ამას ბოლოში ჩავს. ო, კადრს ვიღო. არა მაგარი კლიპია. მომეწონა. მუსიკაც კაია, კლიპიც კაია. პროსტა ყურსასმენებში აი პროსტა სათო ხარ. უბრალოდ აი ყურსასმენებში ნახდად ვერ მოусმენდი მაგას რა. ეგათო. აუ რა ვიცი, აუ რა არის მეთქი რაღაცა ცუცუკლით ხონდა. ანუ ისე გულწრფელად მართლა ცუდი, ანუ ცუც ვერ ვიტყვი, გასაგებია რა, რაღაცა ის არის. გარკვეული კულტურაა რა.
არ ცუდი რო თქვა ხელოვნური უნდა ვიყო, არ შემილია. თქო, რასაც ვიქო მაგისტრის და რასაც ვიქო, თქო. რა მაგარი შეყვანი. აუ ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. აუ რომელი კლასიკური მუსიკის ის არის? აუ მის ვახსენებ და ვერ მიხსენია. აუ ეს 62-ზეა. არა, პატონი. ეს ნახე, ეს ვიდეო იყო, აი სანამ კონტრაქტი დასრულდებოდა, იქ ბოლო ვიდეო გადაღებული რა, ხო და ეს ახლა რაღაც მომენტები არის ძველი სიმღერებიდან განმოღებული, ანუ აიკონიკ მომენტები, რომლებიც ჰქონდათ Blackpink-ს, ეგ არის და ეს იყო ერთ-ერთი. მაგარია ტანკი პატონი. ორი ვიდეო. მაგარია. ნაგავიც კი ლამაზია, ბიჭო. ნაგვის მაგარა. არ იდეალური ფორმულაა რა. აი ახლა ამ რეპ ფაქტზე რას ვფიქრობ? როგორი თემაა იცი ნახე, მე ამას ვერ შევაფასებ როგორც რეპს ხა. ხო, ანუ просто არის კომპოზიცია რა და იმდენად კაი ბიტი აქვს. აი რთულია რომ არ მე არ ვაკნინებ მაგათ შრომას კიდევ ერთხელ. რთულია რომ ესეთი მაგარი ბიტი გქონდეს. ეხლა დარწმუნებული ვარ ტექსტსაც ვიღაცა დაუწერ და კარგს და თვითონ ხო არ წერენ. ანუ ნახე ზოგან დაწერილი რომ რაღაც ამონარიდები ამათ დაწერილი ანუ ზოგან არ არის არაფერი თერაპია დაწერილი. ხო ნუ ანდერგრაუნდი არ არის ეხლა. იმის თქმა უნდა რომ ანდერგრაუნდი არ არის ეხლა რა ანუ ის თემა რომ ვიღაცები ამას აკეთებენ. აშკარად მაყუთი ძბლომა დააქვს და ანუ იმის თქმა უნდა ბიტი იმდენად კაია. რაც არ უნდა ილაპარაკონ რა აი მაინც მაგარი იქნება რა. რეპერები როგორც ჩვენ აი რეპერების შეღებენ ხოლმე რა აი დემედა ну ისინი საკმაოდ კარგად აფასებენ ამ არა კაი ფლოუ აქვს კი კაი ფლოუ აქვს ანუ ფლოუ კაია ლისა თუ ლისა ფლოუ მაგარია ლისა ხო ეს ხო ბოლოს ვანაში იჯდა არა ლისა ჯობია ყველანაირად Lamborghini Vrooms არ შვება. სიმღერას კიდე რა მომწონს იცი? კორეელებში, ანუ გასექსუალურებული არა ყავს ქალები რა. ანუ ყოველ შემთხვევაში ამაზე არ შემჩნევია რა. ანუ ხო, ეგ ის ყველაზე დიდი კრიტიკა მოდის მაგ მხრივ ფოტოშოპში. რო ძალიან სექსუალურიაო? აი. კონცერტებზე უფრო. არა, ნუ კლიპში არ არის, რა ვიცი, კონცერტზე წამიყვანე და გეტყვი. ამის ჩართვას მოიწევა. აუ ეს საკრავი მევასება. ანუ დავამოღამე რაც ვიდეო დაიწყო ყველა მოწონს. ეს საკრავი მევასება რა მაგრად იცი? ოჰო ეს ვინ არის? არა ლისა არის, მაგრამ რომელიღაც ემიდან არის, ცნობილი მუსიკიდან არის ეს რეპერესი. ხო, რეპერესია. აუ, ადამი და ევას თემა. ევას ის იყო, ხო? გადმოხვია? ვაშლი იყო. ანუ იმაზეა საუბარი. Blackpink-ის თემაში, ნახე. რაღაცა ის იყო. ჯვი რაღაცა აზრი დავინახე. აქ ამბობენ რომ მოიცა, ანუ ამის წინ Love Sick Girls იყო გამოშვებული რა. და Love Sick Girls-ში რა თქვი. ესა ყველა ჯისუს გარდა ყველა ან დაშორდა შეყარებულს და რაღაც შეყარებულები ყავთ? კლიპში. კლიპში? კი, აქვთ უფლება. იმიტომ რომ უკვე 10 წელია რაღაცა ინდუსტრია. იმენა მონობაში იყო ნებია. პირობიცი არის. ხო და ანუ აქ ჯისურო თავიდან იმ საკრავზე უკრავს, სულებს იძახებს და აბრუნებსო რა და მაგ იდეით არის, ანუ როგორც კვდებიან ესენი, ისევე ცოცხლდებიან რა, ანუ იმ ვიდეოს გაგრძელებაო, ასე ამბობს. არა, ბიბლიაც რო ჩავხდეთ მაგარია. ეს კორეულია როგორც მე, ხო?
ეს ყველაზე ჩინელია. ესეც მაგ. ესეც საიდანაც. რენდებიდან. ტოპიდან დავა. აჰა, წავიდა განგსტარები. ეს ყველაზე ნაკლებად ჩინელია. იმიტომ რომ ტაილანდელია. ვიცი და მეც კი ვიცი. ეს ყველაზე ნაზია, ხო, როგორც იცი. ეს არ ჯისო, ხო? და ვიცი რა, გეუბნები. ვიცი ძმაო. აჰა, ძმაო, სატანისტური ისე. ესენი ძმაო, სატანისტები არიან, ძმაო, ესენი. ეს სატანისტები არიან, სატანის ისე, პენტაგრამა იყო, ხო? ჯუ. გამახალებია უკვე. ფიუჟენია თუ რა არის? ვიცი რა. ათასი შეფარება. არა, ეს არ მომეწონა. პირველი 20 წამის იქით აღარ მომეწონა. შენ ეს მოგეწონა shutdown. და ბოლო, ეს არის B-side რა? ანუ ალბომის შემოდგომა. ანუ იცი რატო არ მომეწონა ეს რაღაც ნუ არ ჩამწვარი. ეს ყუაჩელა. ნახე რა. ყუაჩელა. ნახე პროსტა რა. დასაწყისი პროსტა. პერფორმანსია. მაგარ დასაწყისია. კაბარეს სტილშია რა. მე გამოიყენეს. ვაკელი კაცები. ანუ იმასია, პერფორმანსია და ფოტოები ისტორია. ლაქსერი. აუ მეგონა რეწვა ჩარვალი და გავიგიკინა. მე ვარდისფერი ჩარვალიაცია. ეხლა არ გავარდისფერი გადაწყვეტილია. ой, раз გავწევი რა არის. მოიცა ესენი როდის გამოვიდნენ? იქნებ ამოძრნენ? იცი? იმები აფარებენ. ფონოგრამაზე არ ჟერიან ახლა ესენი? არა? ნახე, ცოცხლად ჟერია? ბექტრეკი არის უკან. მაგრამ ბექტრეკი არის ხმა და ბალი და ამათი ხმა მაღალი. მაგრამ არის შემთხვევა. ეხლა ამათი ხმა გისმის უფრო მეტად. არის შემთხვევა, როდესაც ბექტრეკი უფრო ხმა მაღალია ვიდრე ამათი ვოკალი. თუმცა ამ შემთხვევაში უფრო მაღალი ამათი. ეს შემთხვევა საფრთხეა. აია. მოხალე. ეს თუ პროფესია. პოზიციული პროფესია. ლიზა გამოვიდა. აი სხვათა შორის გამოყამებული მაქვს ყველა ვისაც ანუ K-pop-ს ესე ანუ კანადულად არ უყურებენ არ უსმენენ და რაც მოასმენიებ ან სადღაც ნახან ყველას ვისამოწმებს. აი ყველა. პირველი შთაბეჭდილება ვისაც მოსწონს. ბიჭია გოგოა. ანუ ყველა ლისაა რა, ანუ ლისა. ანუ ლისა ის არის რა ქვია. ხო, არ უხდები თავის ეშხიაკ და თავის. ბევრნაირი მას უხდება მაგის სტილი და მაგის ბევრნაირი ტიპის
რო არ იცეკონ არ შეიძლება? კი, მაგრამ უმეტესად ყველა K-pop ჯგუფი შეყავს და ამათ იქცევენ მასშტაბები. აკრიტიკებდნენ მარტივი შეყობია. აუ ტიპები რაზე აკრიტიკებენ მომღერალს და არიო და მე დარწმუნებული ვარ რომ აი იმის რა ქვია ამ კულტურის 90% არის აი პერფორმანსი და არა მუსიკა. ან პერფორმანსი უფრო ფასობს ვიდრე ვოკალი. ხო რა. ხო მეც ეგრე ვარ, ანუ უარესი მომისმენია რა. მუსიკა როგორ არის, იცი, ძალიან კაი ტრეკები აქვს. რამდენჯერ თქვი უკვე 10. აი ამის ხო აი ეგრეა რა. პირველი კი არ მეორე იყო. ეს მოგეწონა შენ ყველაზე მეტი. ხო მესამე. ეს. ეგ და ისიც. ხო ეგა. აი დაწყება აქვს სასწაული, იმიტომ რომ აი სასწაული. ეს მოგეწონა? ეგ კლიპი ვთქვი, კაია თქო. მე კლიპი. კიდე რომელია ის იყო? მაგარ მოიწონა. Go video. 10 რამდენი? ხო. რაუ, ახლა ნოიცადე უნდა დავფიქრდე ხა. 10 რა არის, მოდი ეგ გითხრა. ყურსასმეში მოს, მაგრამ დაგევასა და ყურსასმეში უსმენ. აი არის 10. ხო, კაი, ეს არის მაშინ აი მეღმე. 3. ეს პირველი ვიდეო. პირველი 3. პირველი არა, ის რა? ეს 3. ხო, ის ცენტრიფუგა. მაგრამ ვიდეო ის კლიპი უშინაარსოა, მაგრამ კარგი. არ მოусმენდი არც ერთ. მაგრამ გაგისწორდი რომ ანუ ხო, პლეილისტში არ ჩავაგდებდი. და მოკლედ პლეილისტში არ ჩავაგდებდი, მაგრამ შემთხვევით, აი ხო იცი რანდომულად რომ პლეილისტი ხო მორჩა და ავტომატურად დავტოვებდი კი. ანუ არ გადავრთავდი და რაღაცნაირად გაგისწორდებოდა რომ მოგეწმენდე. სვეჩი. არ მერიას ვიდი, აუ მე გადავრთავდი უცების მაგ დროს ხო ძაძმა კონდეს დაზღვევა. Gangsters Paradise literally დაზღვევა უნდა კონდეს ეგეთ სიტუაციაში. ანუ აი ტელეფონში აი ნებისმიერ პლატფორმას რაც უსმენი რა, აი Spotify-ის სხვა რომ მოგირჩება პლეილისტი და ავტომატურად ხვებს რო უკრავს რა. ეგრე რო ჩაირთოს, ამას მოусმენდი. ის ნახევარს მაინც. ანუ 10-დან მოიცა გითხრა 10-დან ტრეკი არის 10-დან ალბათ 7. და 7 მაღალია, მინდა გითხრა. შადაუნზე თუ 7 დაწერე. ხო, ყველაზე კაი ეგ იყო მართლა. ნუ კლიპი იმაზე პირველზე უარესი იყო ეხლა და მეორეზეც. ალბათ 10-დან 5 სადღაც 5-6. მამაზა? ეს რომელია გამახსენე? Pink Venom-ი? ნუ კლიპი მაგათაც მაგარი ქონდათ. ტრეკი არ იყო დიდი არაფერი. აქ იმით დაიწყო, ხო, რა ქვია? საკრავით. ხო, საკრავი ეგ იყო, ხო? ანუ ტრისა, ხო, ეგა. მუსიკა დიდი არაფერი არ იყო, ალბათ. ნუ მაგრამ იმას ჯობდა პირველს, ალბათ 4, 5, 4. და კლიპი, რა ვიცი, იგივე რა, რაც პირველი. 7 რა, კაი კლიპი. ნუ კონცერტზე მარტო მუსიკა. ნუ ალბათ 2. სიმღერა ძალიან მომეწონა. მართლა? აი ვარ საერთოდ არ მომეწონა. მაგრამ ალბათ აუდიტორიას ვინც ამას უსმენს, უფრო ესეთი სტილის, ანუ ესეთი სტილი უფრო ამათია ჩემი აზრით. მაგრამ ის მისას პერფორმანსი გაიგო აქ. და იმის რა ქვია, აი ეს თუ ვიდეოსაც ვაფასებთ, აი არა ეს რა ქვია ამას. ქორეოგრაფია? ხო. საშტიკად არ ხდება, საშინელება. მაგას ჯობდა ყველაფერი. სო, ესე იგი, შენი შთაბეჭდილება კასაკებია, საერთო ჯამში ცუდი არ იყო? არა, ექსპერიენსი კაი იყო. ცუდი არ იყო? ნორმალური იყო, კარგი იყო. ანუ გავზარდე სამეფო. გარი პელიგრანული. რაღაცა შოკი აღებს გავაკეთე. არა, ის რა ქვია, მე ხმოდი ინგლისურ ტერმინოლოგიებსაც შევაპარებ ხალხს, რუსეთო მე არ ვეგონი. ექსპერიენსი კაი იყო. Good. Very good. არა, საინტერესო იყო მართლა, იმიტომ რომ ამ კუთხით, ანუ კლიპები ახლა გავიხსენეთ პროცესში და განგრევს დაიწუდა ჰიპ-ჰოპია. ხო, ანუ იგივე კომპანიიდან არის. ხო, ანუ მაგ ტიპის, მაგ რა ქვია? ფსაი. ნამდვილი სახელი არის.
აი საისხლო თითქმის ყველა მაქვს ნანახი, რომელიც მილიარდამდე რო აქვს ნახვა, ხო, რა 4 მაქვს ნანახი მაგისი. და აქ აი მე ხვდები ხა ფიდზე რო გიგდებს რა, ეგეთ დონეზე ვიცოდი რა და იმენა თავიდან ბოლომდე მოსმენელი მქონდა 2 სიმღერა მარტო. BTS-ი ვაფშე აი ზოგადად ვიცი რომ არსებობენ საერთოდ. BTS ვიცი რომ არსებობს, მორჩა. მეტი არაფერი. შეიძლება გქონდეს მონაცემები. არ მაქვს. უეჭველი არ მაქვს. აი ხა ის კესის ფანი არ მაქვს. მე 8 მილიარდია და მე ანუ კარგი ჯგუფია და რაღაცა არა ჩემი გემოვნების არ არის რა. არა. ხო და მოკლედ ეს გამოცდილება მომიწონა მადლობა. კიდევ სიამოვნებით. შემდეგში რა ჯგუფი ბიჭი იყოს თუ გოგო? მეც მოდიო ბიჭები. ბიჭები. აუ ეხა მე ბიჭებს ვიდეო დავდება BTS არ იყოს იქ ანუ იყოს BTS. ანუ BTS იყოს შემდეგი. BTS ბაზარი არა. ფანზონა 12 გამოიწერეთ ფეხბურთის მაისურები. ხო, ფეხბურთის მაისურები თუ გინდათ რა არ ვიცი ახლა K-pop-ის მაყურებლები ფეხბურთს თუ უყურებთ, მაგრამ თუ არ უყურებთ, დაიწყეთ ყურება. ქართულ ფეხბურთს ყველა უყურებს. ხო, პრინციპში მართალი ხარ. ხო, საქართველოს ნაკრებს ყველა გულ შემატკივრებს, ამიტომ საუკეთესო საფეხბურთო მაისურები თუ გინდათ, საუკეთესო ფასად ნამდვილად. დავიტოვე რა იქ. კი. ჩაკო, ფანზონას. მოგწერეთ და 10% ფასაკლებას გაუჩი რომ მოგწერონ რომ ქრისტინესგან არის. გვეტყვი ქრისტინესგან არის და 10% ფასაკლებას გაუკეთებთ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ყურებისთვის. შემდეგ შეხვედრამდე. კარგად. კარგად.